ხობის საკრებულოს გადაწყვეტილებით შპს ხობის კოლხეთი გაუქმდა და მის ბაზაზე შპს IP საფეხბურთო კლუბი ხობის კოლხეთი დაარსდა. გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, დეტალები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შპს ხობის კოლხეთი გაუქმდა და მის ბაზაზე IP საფეხბურთო კლუბი ხობის კოლხეთი დაარსდა. ამჟამად გუნდში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ცვლილებებია კლუბის ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციაში. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ თანამშრომლები. ხობის კოლხეთის დირექტორი იური ჭანტურია კობახიძემ შეცვალა. გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს. თენგიზ ჭიჭინაძის ნაცვლად თანამდებობაზე ბესიკ შეროზია დაინიშნა. ხობის კოლხეთის ესე იგი თანამშრომლები მთლიანად 90% მაინც შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი საშტატო ერთეულები. არის დირექტორი, მოადგილე, იურისტი და არის ფინანსური მენეჯერი, რომელსაც უშუალოდ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ნიშნავს. დანარჩენი ყავს ახალი მოწვეული მწვრთნელი, ყოფილი ფოთის კოლხეთის თავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია, რომელსაც გააჩნია თავისი მიზნები. ხობის გუნდს 5 ახალი ფეხბურთელი დაემატა, 24 მოთამაშიდან 22 შეირჩა. რაც შეეხება დუბლ შემადგენლობას, გუნდი 16 ფეხბურთელით დაკომპლექტდა. ხობის კოლხეთი საბოლოოდ 10 თებერვალს ჩამოყალიბდება. ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება გამართულად ვითამაშოთ ფეხბურთი და განმავითაროთ იქით უკეთესობისკენ ეს ეტაპი და შემდეგ ალბათ ამბიცია მოგვეძალება და მე თვითონ მაქვს სურვილი რომ ხობის კოლხეთი იყოს ერთ-ერთი წამყვანი გუნდი პირველ ლიგაში და თუ იქნა ამის შემოთავაზება რა თქმა უნდა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვიფიქრებთ უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. გუნდი საქართველოს 23-მე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს და მერვე ადგილზე იმყოფება. საფეხბურთო კლუბი ხობის კოლხეთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315,600 ლარით ფინანსდება.